პლოტინი არსებობდა როდის იყო? მესამე საუკუნეში ვარცხები. ტელევიზორში იყო სიუჟეტი უხსნელ ბუდის ბერზე კი იყო, რომელიც თითქმის საუკუნეა უხსნელია, სასწავლებს საგაცვლოს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? არ ვიცი. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ქრისტიანობა არასოდეს არ ქადაგებდა თავის ჭეშმარიტებას სასწაულებზე დაყრდნობით. რატომაც არ შეიძლება იყოს ბუდისტი ბერი უხსნელი, რა მოხდა? ის რომ თქვათ, ეხლა მე კითხვას შეიძლება გავაგებო, ღმერთისგან არის თუ ეშმაკისგან? შეიძლება ეშმაკისგან იყოს, რატომაც არა. მაგრამ საღვთო ენერგიაც რომ მოქმედებდეს, რა მოხდა? საქმე ჩვენ რა გვეშლება, იცით ხალხო? არ შეიძლება დავიჯერო რომ ბუდისტი ბერები უხსნელია, ის უფრო დიდი სასწაულია ვიდრე ის რომ საზღვარი ჭიისაგან ლამაზი ტეპელა გამოდის. ჩვენ ერთი რამე გვავიხსნება რომ ღმერთი ყველგან თავის მადლით სუნთქავს და არის. ყველგან შეიძლება საოცრება მოხდეს. მაგრამ თავარი სხვა რაღაცა არის. თავარი არის რას გთავაზობს ქრისტიანობა ხსნისა და ცხონების საკითხებში, რას გთავაზობს? ვისკენ გიბიძგებს, სად მიყავდა? და გარდა ამის არ დაგვაუწყოს ადამიანის სულს რა საოცარი უნარი აქვს. ადამიანის სულს ისეთი უნარები აქვს, ისეთ რაღაცებს აკეთებს. ისე გარდაქმნის გარშემო სამყაროს. არის არ გინახავთ კაცო, აკაჩხერზე დარბიან კაცო. და როგორი სხეული უნდა ქონდეს ადამიანს, ჩვეულებრივი, ესე იგი ჩვეულებრივი ფეხის ძირი აქვს და აკაჩხერზე დარბის. როგორ ლევიტაცია ხდება, ჰაერში იწევიან. მე შევაბერა თქო იმას მარიამ მეგვიტყევს, მაგრამ ისიც ახერხებს ამ ადამიანის სულს ძალიან დიდი უნარები აქვს. რა შეუძლია დაიმორჩილოს თავის სხეული. ყველაფერი თავარი ის არის, რისკენ არის ეს მიმართული. ბუდიზმი თავისი არსით ათეიზმია. ისინი ცდილობდნენ განწმენდილი იყვნენ ზნეობრივად. მოეწარებინათ თავისი ბუნება, ხორცით, სულით, მთელი მედიტაცია თუ შეიზღო საკუთარი თავით რომ ხედავ რომ ბუნებების წყარო და ბუდია. მაგრამ ეს ხდებოდა უმიზნოდ, ღმერთს არ იცნობდნენ და ვერ იცოდნენ რომ წარმართი იყო და არ იცოდნენ. ამიტომ ეხლა იქ თუ რაღაცა თუნდაც რაღაცა ზნეობრივი ცხოვრება რომ მაღალი ქონდა და ამის გამო რაღაც მოხდა განწმენდა მატერიის, ხო? შეიძლება დაუშვა ეს კიდე ეს. თუმცა შეიძლება თქვა უფრო მარტივად, ეშმაკისგან არის და მორჩა, მაგრამ მე სადღაც არ სიამოვნებს ესე თქვა. მაგრამ შეიძლება ეშმაკისგან ანუ მე ეს ჩემთვის როგორ სოფხედელობრივად მე ეს პრობლემას არ მიქმნის. იმიტომ რომ მე ვხედავ ცოცხალ ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას, ჩემთვის მომკვდარ ღმერთს ვხედავ. მე ვხედავ მისკენ როგორ ვისწრაფო, როგორ ავივსო მისი და ბედნიერი ვიყო და ჩემი გზავითი ცხონებისაკენ. ეს არის ჩემთვის თავარი თორე. მე ჯერ ფეირვერკები მომიწყოს ვიღაცამ, მაგრამ მიზანი არ ქონდეს და რა თქმა. ამბობენ, ამიტომ თორსა ჩვენ გავიაზრებთ ქრისტიანობა რას გვეუბნება. არა ქრისტიანობა ბუდისტივით კი არ მეუბნება რომ ზნეობრივი გახდიო. ქრისტიანობა იმასავით კი არ მეუბნება რა ქვია ჩინელივით რომ ამ სამყაროს უნდა შეეწყდა ამ ჰარმონიაში ჩაჯდეო. ქრისტიანობა ინდუისტივით კი არ მეუბნება რომ ღმერთს უნდა შეუერთდეო და გაქრეო ღმერთში და გაითქვიფო. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქრისტიანობა მეუბნება რომ ღმერთთან უნდა მიხვიდე და განიღრმო და ადამიანად დარჩე. და მის შიგა ცხოვრებით იცხოვრო. სხვა რამეს მეუბნება. ამბობენ ნაპოლეონი